ზაფხულის დადგომასთან ერთად ჰაერის ტემპერატურამ საგრძნობლად იმატა. Როგორ დავიცვათ თავი ზაფხულის სიცხეებისგან? ამის შესახებ საუბრობს გორის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარი გიუნაშვილი. მისი თქმით, მოქალაქეებმა დღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე თავი უნდა შეიკავონ ღია სივრცეში ყოფნისაგან. მარი გიუნაშვილის რეკომენდაციით აუცილებელია ასევე ბევრი სითხის მიღება. ტემპერატურის მატებასთან ერთად იქნება პრობლემები ადამიანის ჯანმრთელობას, განსაკუთრებით რისკ ჯგუფები, ვინც არიან გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებულები, მცირეწლოვანი ბავშვები, ამიტომ ცხელ პერიოდში უნდა მოერიდონ 12-დან 5 საათამდე ღია სივრცეში ყოფნას, რაც შეიძლება ღია ფერის ქსოვილით უნდა იყოს დაფარული, თავზე ქუდი, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება არის რეკომენდირებული. გარდა ამისა, ცხელ პერიოდს თავიდან ახლავს მთელი რიგი ინფექციური დაავადებების მატება, განსაკუთრებით კვებითი ინტოქსიკაციები მატულობს ბუნებრივად ზაფხულში და დიარეული დაავადებები, მით უმეტეს ახლა დაიწყება ზღვის სეზონი და ესეც ხელს შეუწყობს, ამიტომ ამ დაავადებების მატებას, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შეეცადონ პირადი ჰიგიენა ნომერ პირველ, თავიანთი ცხოვრების ნომერ პირველ თემად გახადონ, პირადი ჰიგიენა, ხშირად ხელის დაბანა, საკვები პროდუქტები, რაც შეიძლება გრილ ადგილას, მაცივრის გარეშე არ შეინახონ, რომ თავიდან ავიცილოთ რაიმე გამრთულებები, კვებითი ინტოქსიკაციები და აფეთქებები, რაც თავისთავად ზაფხულის პერიოდს ახლავს.